მოგესალმებით. მე ვარ გუგა კირვალიძე და დღეს მოვიყვებით ყველაფერს საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის შესახებ, რომლის წარმოდგენიც იქნება განხი. პირველ რიგში უნდა შევეხოთ ფორმალურ მხარეს. საქართველოს ჩემპიონატის სტატუსს ანიჭებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია ამა თუ იმ ჩემპიონატს. აქამდე ამ სტატუსით სარგებლობდა GDS-ი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ეროვნული ჩემპიონატი აღარ გაასხვისოს და თავად იყოს ამის ორგანიზატორი. დრიფტის ხელმძღვანელი კი ვიქნები მე. წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, კალენდარი, ლოკაციები, შეჯიბრის ჩატარების პრინციპი, ჩემპიონატის ხედვა, სად მივდივართ მომავალში და რა გეგმები გვაქვს და ასე შემდეგ. საქართველოს დრიფტის ახალი ჩემპიონატის სახელი იქნება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი. ეს იგივეა, რომ ძაღლი მოიყვანო და ძაღლი დაარქვა. ან შვილი რო გაგიჩნდება, შვილი დაარქვა. კი ბატონო, მეტი კრეატივის ჩართვა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან მარტივი, გასაგები და ინფორმაციული სახელია. მოდი ახლა დეტალურად მივყვეთ ყველაფერს და განვიხილოთ რა და როგორ იქნება. როდის და სად იგეგმება ეტაპების ჩატარება? 2026 წლის სეზონზე იქნება 5 ეტაპი, მაგრამ 4 ვიკენდი, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ვიკენდზე მე-4 და მე-5 ეტაპი გაიმართება შაბათ-კვირას 10-11 ოქტომბერს. პირველი ეტაპი კი იქნება 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პადოქზე. მეორე ეტაპი იქნება ასევე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ან დოსააფში, ან ესებში. ამის ამორჩევის საშუალება ექნებათ მრბოლელებს და ისინი გადაწყვეტავენ სად ურჩევნიათ შეჯიბრის ჩატარება. მესამე ეტაპი იქნება ლილუ არენაზე და იქნება ძალიან ლამაზი ღამის ეტაპი. და როგორც გითხარით, ფინალური მე-4 მე-5 ეტაპი გაიმართება ასევე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პადოქზე 10-11 ოქტომბერს. როგორც შეამჩნევდით, რეგიონები არ მიხსენებია და წელს სამწუხაროდ რეგიონები არ იქნება კალენდარში გარკვეული მიზეზების გამო. რა გეგმა გაქვთ წელს? ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი ძალიან დასუსტებული იყო. გამომდინარე აქედან, ჩვენი მთავარი მიზანი 2026 წლის სეზონზე იქნება პროფესიონალი მრბოლელების რაოდენობის გაზრდა და მათი შენარჩუნება. წელს ყველა შეჯიბრი იქნება ერთდღიანი, სადაც გაიმართება კვალიფიკაცია და უშუალოდ რბოლა. კვალიფიკაცია გაიმართება შემდეგი პრინციპით. ინდივიდუალურ ჩათვლაში ტოპ 8 მრბოლელი არ მიიღებს მონაწილეობას კვალიფიკაციაში, დანარჩენი ყველა გაივლის ჩვეულებრივად 2-2 გარბენს და გადაინაწილებენ მე-9-დან ზემოთ პოზიციებს. მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ტოპ 24 double elimination, რაც ნიშნავს, რომ ტოპ 24 შედგება 2 ბატისგან. ერთი არის ტოპ 16 და მეორე არის ლუზერების ბადე მე-17-დან 24 პოზიციის ჩათვლით, ვინც დაიკავეს კვალიფიკაციაზე. ტოპ 16 გაიმართება ჩვეულებრივი პრინციპით და ტოპ 16-ში ყველას იქნება ერთი სიცოცხლე და ვინც წააგებს, გადავა მეორე ქვედა წაგებულების ბადეში. წაგებულების ბადეში უკვე ვინც წააგებს, ეთიშება შეჯიბრს, ხოლო გამარჯვებული აგრძელებს ასპარეზობას და აქვს შანსი, რომ მივიდეს ფინალამდე და შეჯიბრიც კი მოიგოს. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მონაწილე არ იყო, ტოპ 32-ის ბადეში იყო ხოლმე ძალიან ბევრი ბაირანები. ბაირანი კიდე არავისთვის საინტერესო არ არის, არც მონაწილისთვის, არც მაყურებლისთვის. ეს ერთი მიზეზი. მეორე მთავარი მიზეზი არის ის, რომ როდესაც ტოპ 24-ში დადიხარ, დამწყები ხარ თუ ტოპ პილოტი, კომფორტულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ იცი, რომ პატარა შეცდომის გამო შეჯიბს არ გამოეთიშები და სახლში არ წახვალ. რაც ხელს უწყობს უფრო თავისუფალ, თამამ და რისკიან გარბენებს, რაც ჩვენ ყველას უფრო ძალიან გვიყვარს. ვინ იქნება წლევანდელი ჟიური? განსხვავებით სხვა წლებისა, ყოველთვის ჩამოყავდათ ხოლმე 3 უცხოელი მსაჯი, რაშიც ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ დრიფტის შეჯიბრი ისეთია, რომ დამთავრდება. შეჯიბრი რომ დამთავრდება, ვიღაცა უკმაყოფილო ყოველთვის არის. არ აქვს მნიშვნელობა, ქართველი მსაჯები არიან, უცხოეთიდან ჩამოყვანილები თუ მარსიდან ჩამოყვანილები. ჩემი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ გაჩნდეს საქართველოში კვალიფიციური მსაჯები, რასაც იქიდან ჩამოყვანილი სამეული ხელს ვერ შეუწყობს ნამდვილად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვიყვანოთ მხოლოდ ერთი აიკო, რომელიც უკვე წლებია ჩვენთან დადის. ბიჭებს კარგად იცნობს, იცის მათი შესაძლებლობები, ხასიათი, მანქანები და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დანარჩენი 2
საჯი იქნება ადგილობრივი. ერთი არის ალბათ უკვე თქვენთვის კარგად ცნობილი ზურა დიასამიძე და მესამე საჯი იქნება ჩვენი კარგი მეგობარი საბა სიდამონიძე, რომელსაც აქვს იმის პერსპექტივა, რომ ძალიან კარგი და კვალიფიციური მსაჯი გახდეს, კარგად იცის სპორტი, ძალიან უყვარს დრიფტი, იცის მანქანა როგორ იქცევა, იმიტომ რომ თვითონაც მრბოლელია და იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებზე. ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგი გუნდი ჩამოყალიბდება და ღირსეულად გაუძღვებიან საქართველოს დრიფტის ჩემპიონატს. ტოპ პილოტები ბრუნდებიან? ალექსანდრე ხეროდინაშვილი, ირაკლი შალიკაშვილიდან მევლუდმელაძე ნამდვილად ბრუნდებიან. ჭორები დადის ბუჩქიზე, ნოდო კოდუაზე და კირვალიძეზე, მაგრამ ჯერ დადასტურებული არ არის, ასე რომ ვნახოთ რას იზამენ. მაგრამ თქვენთვის უკვე ნაცნობი და მონატრებული პილოტების გარდა ემზადებიან ახალგაზრდა ძალიან მაგარი ბიჭები, რომლებიც ტოლს არ დაუდებენ არავის და ძალიან მაგარ სანახაობას შემოგთავაზებენ. ასე რომ დაბრუნდებიან თქვენთვის მონატრებული სახეებიც და ახალი ძალიან მაგარი ბავშვებიც. საპრიზო ფონდზე რა სიტყვი? საპრიზო ფონდი იქნება შემდეგნაირად გადანაწილებული. პირველ ადგილზე გასული აიღებს 5000 ლარს, მეორე ადგილზე 2000 და მესამე ადგილზე გასული აიღებს 1000 ლარს. ეს არის უკვე დადასტურებული, რაც ნამდვილად იქნება. დანარჩენი პრიზები რაც დაემატება, ყველაფრის ინფორმაციას მოგაწვდით. გუნდური ჩათვლა თუ იქნება? გუნდური ჩათვლა აქამდეც ჰქონდა ჩემპიონატზე, მაგრამ წელს მინდა რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ამას, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ კარგი გამართული გუნდების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატის სიძლიერისთვის. რაც უფრო კარგი გამართული გუნდი იქნება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება მონაწილეებს და სხვადასხვა გუნდის წევრებს, რაც რა თქმა უნდა სპორტს წინ წაწევს. ამიტომ ყველა ეტაპზე იქნება გუნდური დაჯილდოება. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ჩვენი სამომავლო გეგმები რადიკალურად განსხვავდება იმ გეგმებისგან, რომელიც აქამდე საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე ყოფილა და რაც გულისხმობ ამაში. ბევრი წელია იდეა ჩემპიონატის არის ის, რომ საქართველოს ჩემპიონი უნდა მიდიოდეს ევროპაში. ამასთან ძალიან ბევრი დავა გქონდა ბატონ მევლუდმელაძესთან, მაგრამ ჩემი აზრი არის შემდეგი. როდესაც ერთი ადამიანი აქედან გაემგზავრება ევროპაში, დანარჩენი ყველა უნდა ვისხდეთ და ველოდოთ ის კონკრეტული ადამიანი რა ინფორმაციას ჩამოიტანს, რა იქნება მართალი და რა იქნება იქიდან სიმართლესთან მიახლოვებული. ჩემი აზრია, რომ ჯობია ევროპელები ჩამოვიყვანოთ საქართველოში და ევროპის ტოპ ტიპებმა იარონ ჩვენი ჩემპიონატი. მე მინდა რომ ქართული ჩემპიონატი მოვამზადოთ იმისთვის, რომ გამართულები დავხვდეთ ევროპის ტოპ ტიპებს. ამისთვის უნდა ავაწყოთ ერთი კონკრეტული მანქანა სტუმრებისთვის, რომელზეც ნელ-ნელა მუშაობა უკვე დავიწყეთ. წელს ეს ამბავი ვერ მოესწრება, მაგრამ მომავალი წლისთვის არის იმის ძალიან დიდი შანსი, რომ ამ პროდუქტმა იმუშაოს, ყავდეს სტუმრებისთვის გამზადებული მანქანა და ყველა ეტაპზე ერთი ევროპელი ტოპ ტიპი ჩამოვიდეს და საქართველოს ჩემპიონატი იაროს. ასე რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება წინ. აღწერაში დავტოვებთ GDC-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებს. გამოიწერეთ ჩემი არხიც, იმიტომ რომ აქაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაიდება და ჩვენ მალე შევხვდებით. დროებით.